თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები სპაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელოვას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვერკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის პროცესი გაიმართა. სხდომას ყველა ბრალდებული ესწრებოდა, გარდა ირაკლი შაიშმელაშვილის, ამაზე ძებნაა გამოცხადებული. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმაც. პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს მოუწოდა გაერკვიოს ვითარებაში რა სიძიებენ, იმას თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, თუ იმას ვინ დააზიანა ღობე. ბურჭულაძის თქმით, თუ სასამართლოს სასახლის ღობე აინტერესებს, რომელიც აქციის მონაწილეებს წინასწარ გადაჭრილი დახვდათ, მაშინ გამოკითხვაზე ირაკლი კობახიძეც უნდა დაიბანონ. პაატა ბურჭულაძის განცხადებით ყველასთვის ნათელია, რომ მთელი ხმაური საქართველოს ისტორიაში პირველად სახალხო კრების, როგორც წარმატებული აქტის გადაფარვას და მის ძალადობა ჩერაცხვას ემსახურება. მოდი გავაკეთოთ ერთ ვითარებში, რა სიძიებთ იმას თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, თუ იმას ვინ დააზიანა საქართველოს ისტორიაში პირველად სახალხო კრების, როგორც წარმატებული აქტის გადაფარვას და მის ძალადობა ჩერაცხვას. 4 ოქტომბერი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. და ამის გამო მე ამას ვამაყობ და თქვენ მე ამაზე მასამართლე. მანახეთ მე ერთი ვიდეო მაინც სადაც მოუწოდებ ძალადობას. ვერ მანახეთ, რადგან ეგეთი არ არის. აი რაც არის გამხობა ხდება დღეს ირანში, სადაც ცეცხლშია მთელი ირანი. და შედარებით დამხობა მოხდა ის რუსთაველზე 4-ში. ოდნავ მაინც თავმოყარე თავრობა უკვე გადამდგარი იქნება. მოდი დავიწყოთ რამდენმა მის საქმე 4 ოქტომბერს მათ არჩევნები კი არ შედგა. არამედ შედგა მათი გადარჩევნები და მათი გამხობა. რომელიმე ჯერ აწულა ასობით გაფას ადამიანს საპატარა შენობის აღება რომ და ჩვენ ამას ვიჩერდით. ვინ დამიხებოდა წინ ამის სურვილი ყოფილიყო. რომ ამდენმა ხალხმა ასული ფასად მიარგა ერთ პატარა შენობას და ის ვერ არის. იმასთან გადაჭრილი დავხვდა. და ეს საკითხი რომ მნიშვნელოვანი გავდარიყო ამ ღობის საქმეზე დააყალეს 13 მილი ადამიანი. მაინც და მაინც ეგ ღობის დაყოლი გაინტერესებს. აუცილებლად უნდა დაიბალოთ 20 პრემიერი, რომელმაც ტელევიზიის მის აღიარების აგერეთი ჩვენება. და თავისი ჩვეული უშფოთველი იმით თქვა, მათ იქ ჩვენ დავახვედრეთ სიურპრიზი. დაიბალეთ ბატონო, რას ნიშნავს მათ ჩვენ იქ დავახვედრეთ სიურპრიზი. რა სიურპრიზი იყო? დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მხარემ დაკავებული ირაკლი ჩხვერკიას წინააღმდეგ 13 წამიანი ჩანაწერი წარმოადგინა. სხდომაზე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მათ მიერ წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებაში ჩხვერკია აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა სასახლის ეზოში შესულიყვნენ. მათი თქმით, მოწოდების შემდეგ ის გაიქცა. ირაკლი ჩხვერკიამ ვიდეო მტკიცებულების განხილვის შემდეგ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ ის 2008 წლის ომში მონაწილეობდა, ხოლო 2022 წელს ოკუპანტ ქვეყანასთან საბრძოლველად უკრაინაში წავიდა. შესაბამისად, მისთვის შეურაცხყოფა, როდესაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის აქციის მონაწილეებს რაიმეს მოუწოდებდა და შემდეგ გაიქცა. აქ თუ მე ახლა ვიღაცას მოუწოდები რომ წარმოიდგინე შევანგრიოთ და მე იქიდან გამოვიქეცი. ესეთი ირაკლი ჩხვერკია ვერ დავარქვა. მართლა შეურაცხყოფილი ვიყო ხალხ. შეცვლა ჩემი თავის იმის ვერას მაგალითად რომ ჯერ მოუწოდები ხალხ შეტევისკენ და მე თუ გამოვიქეცი. ესეთი რამე ცხოვრებაში არ გამიკეთებია მაგრამ მოსამართლე და არ გავაკეთებ არაფერს. ამ ვიდეოზე ნახეთ თვალები მისთვის გაზიდან ხელი მაგაფარებული და მე გამოვიდა. ეხლა დავაკვირდი ვიდეოს და არ მოაჩნდება. თქვენ თუ გადახედავთ იმ ვიდეოებს თავიდან. ნახავთ სასახლის ეზოში დგანან პოლიციელები ძალიან ბევრი საფეხბურთო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც გულზე უთეთია ჩამწერი კამერები და სამი კამერა აბსოლუტურად ყველა ჩართულია. ეგ პოლიციის თანამშრომლები კამერებით მოძრაობდნენ და იღებდნენ მიმდინარე პროცესს. როგორ აღმოჩნდა ამდენი კამერები, ამდენი გადამღების, ამდენი წინასწარ მომზადებული გადამღები პოლიციელის ჟურნალისტის კამერების და ამის ფონზე ერთადერთი კამერა პირადის სუპია წინააღმდეგ, სადაც სასახლის თვალები ეწვის და თან მოუწოდებს, თან მებრძოლებს შეტევისკენ და თან ძოლის გადის. აი ეს პრობლემა არ არსებობს. მურთაზ ზოდელოვას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ასევე მათ ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლითაც, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით წარედგინა ირაკლი შაიშმელაშვილსაც. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბრალდება ჯგუფურად სტრატეგიული და
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. ამავე მუხლებს ედავებიან ირაკლი ჩხვერკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს. პაატა მანჯგალაძესა და გური ჟვანიას კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.